დაფიქრებულ ხართ ოდესმე? რა ხდება სინამდვილეში, როცა თქვათ კაფეში ზიხართ და სამსახურის ქსელს უკავშირდებით? როგორ ახერხებს თქვენი მონაცემები საჯარო ინტერნეტის გავლას ისე, რომ დაცული დარჩის? დღეს ჩვენ სწორედ ამ ციფრული გვირაბების საიდუმლოს ავხდით ფარდას და ამაში Windows Server 2016-ის ტექნოლოგია დაგვეხმარება, როგორც ჩვენი ერთგვარი გზამკვლევი. მოდით სწრაფად გადავხედოთ, რას გავივლით დღეს. პირველ რიგში შევეხებით დისტანციური მუშაობის მთავარ გამოწვევას. მერე ვნახავთ, როგორ გვთავაზობს ამ პრობლემის გადაჭრას VPN-ი, ანუ ჩვენი პირადი გვირაბი. გავარკვევთ, რა განსხვავებაა ერთი ადამიანისა და მთელი ოფისის დაკავშირებას შორის. შემდეგ შევიხედავთ კულისებში და ვნახავთ, როგორ იგება ეს უსაფრთხო კავშირი და ბოლოს გავიგებთ, რა არის ის საიდუმლო ხელის ჩამორთმევა, რომელიც მხოლოდ სანდო მომხმარებლებს უშვებს შიგნით. წარმოიდგინეთ ეს სცენა. ზიხართ თქვენთვის მყუდრო კაფეში, ყავას სვამთ და უცებ სასწრაფოდ გჭირდებათ კომპანიის შიდა კონფიდენციალურ ფაილებზე ცდომა. უკავშირდებით კაფეს უფასო Wi-Fi-ს, ხო, იმ ქსელს, რომელსაც თქვენ გარდა კიდევ ათობით უცხო ადამიანი იყენებს. რამდენად უსაფრთხოდ გრძნობთ თავს? და აი აქ მივადექით მთავარ თავსატეხს. როგორ უნდა ავაგოთ უსაფრთხო ხიდი ამ ქაოტურ საჯარო ინტერნეტსა და ჩვენს დაცულ კერძო სამსახურის ქსელს შორის? სწორედ ამ გამოწვევას პასუხობს ტექნოლოგია, რომელსაც დღეს დეტალურად განვიხილავთ. და აი, ამ დღეს სცენაზე გამოდის ჩვენი დღევანდელი გმირი, ვირტუალური კერძო ქსელი, ანუ, როგორც ყველამ ვიცით, VPN. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც დისტანციური მუშაობის პრობლემას მარტივად და ელეგანტურად აგვარებს. კარგი, მოდი გავშიფროთ, რას ნიშნავს ეს 300 VPN. ეს არის ტექნოლოგია, რომელიც ქმნის დაცულ წერტილამდე კავშირს. იცით ეს რას გავს? თვითონ საჯარო ინტერნეტის საერთო ხმაურიან გზაზე თქვენთვის პერსონალურ კერძო გვირაბს აშენებდეთ, რომელიც პირდაპირ თქვენი კომპანიის ქსელამდე მიდის. და რა არის ამ გვირაბის უსაფრთხოების საიდუმლო? 3 მთავარი კომპონენტია. პირველი ავთენტიფიკაცია. ეს თქვენი ციფრული პასპორტია, რომელიც ამბობს კი, ეს ნამდვილად მე ვარ. მეორე, ენკაფსულაცია. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მონაცემებს ვიღებთ და სპეციალურ დაჯავშნულ კონვერტში ვდებთ. და მესამე, ყველაზე მთავარი, დაშიფრვა. ანუ ამ კონვერტში ჩადებულ წერილს ისეთი კოდით ვშიფრავთ, რომ მისი წაკითხვა მხოლოდ და მხოლოდ ადრესატმა შეძლოს. იცით რა არის საინტერესო? VPN-ს არაერთი, არამედ ორი სრულიად განსხვავებული მისია აქვს. ის არა მხოლოდ ცალკეული ადამიანებისთვისა, არამედ შეუძლია მთლიანი ოფისებიც კი დააკავშიროს ერთმანეთთან. მოდით შევადაროთ. ერთის მხრივ გვაქვს დისტანციული ცდომის VPN. ეს არის ის შემთხვევა, როცა თქვენ, ერთი ადამიანი, კაფედან უკავშირდებით სამსახურს. ეს თქვენი პირადი ხიდია. მეორის მხრივ კი გვაქვს site to site, ანუ S2S VPN, რომელიც ბევრად მასშტაბურია. ის აკავშირებს მთელ ოფისებს, მაგალითად, კომპანიის თბილისის ფილიალს ბათუმის ფილიალთან. ეს უკვე პირადი ჩქაროსნული მაგისტრალია ორ ქალაქს შორის. აი ეს დიაგრამა კი შესანიშნავად გვიჩვენებს, როგორ მუშაობს ეს ყველაფერი. წარმოიდგინეთ, საიტი A არის თბილისის ოფისი, საიტი B კი ბათუმის. მათ შორის არის საჯარო ინტერნეტი, მაგრამ VPN ქმნის დაშიფრულ კერძო გვირაბს ამ ორ ლოკაციას შორის. ეს ნიშნავს, რომ ამ ორ ოფისს შორის გაცვლილი ნებისმიერი ინფორმაცია სრულიად დაცული და კონფიდენციალურია. კარგი, გასაგებია, რა არის VPN-ი? მაგრამ ახლა დროა ვნახოთ, როგორ მუშაობს ის ტექნიკურად. ხომ იცით, ყველა უსაფრთხო გვირაბი ერთნაირად არ შენდება. არსებობს სხვადასხვა სამშენებლო ნახაზი, ანუ პროტოკოლი, რომელიც განსაზღვრავს, რა წესებითა და უსაფრთხოების დონით აშენდება ჩვენი კავშირი. მოდით ამ პროტოკოლებს გადავხედოთ როგორც ევოლუციას. PPTP ერთ-ერთი პირველი და მარტივი იყო, თუმცა დღეს უკვე მოძველებულად ითვლება. მერე გამოჩნდა L2TP/IPPSec, რომელმაც უსაფრთხოების თამასა ბევრად მაღლა ასწია. SSTP ძალიან ჭკვიანურია. ის იყენებს იგივე პორტს, რასაც ღებგვერდები, ამიტომ მისი დაბლოკვა ძალიან რთულია. და ბოლოს თანამედროვეობის ჩემპიონი IKV2, რომელიც განსაკუთრებით კარგია მობილური მომხმარებლებისთვის, რადგან კავშირი არასტაბილურ ქსელშიც კი არ წყდება. IKV2-ის ეს ფუნქცია, VPN Reconnect, მართლა გენიალურია. წარმოიდგინეთ, მიდიხართ მანქანით, შეხვედით გვირაბში და ინტერნეტი გაგეთიშათ. როგორც კი გვირაბიდან გამოხვალთ და ქსელი დაბრუნდება, VPN კავშირი ავტომატურად აღდგება. თქვენ არაფრის ხელახლად ჩართვა არ გიწევთ. ყველაფერი შეუმჩნევლად ხდება. კარგით. მას შემდეგ, რაც გვირაბის ასაშენებლად ნახაზი შევარჩიეთ, შემდეგი ნაბიჯი მასში შესვლის უფლების მოპოვებაა. ეს პროცესი ძალიან ხგავს საიდუმლო კლუბში შესასვლელად საჭირო პაროლს ან საიდუმლო ხელის ჩამორთმევას. ამას ავთენტიფიკაცია ქვია. ეს ცხრილი ფაქტობრივად უსაფრთხოების კიბეა. ყველაზე დაბალ საფეხურზე დგას PAP, რომელიც პაროლს დაუცველად ღია ტექსტით აგზავნეს.
დღეს ამას აღარავინ იყენებს. ერთი საფეხურით მაღლაა chap, რომელიც უკვე უფრო ჭკვიანურია. შემდეგ მოდის MS Chap V2, რომელიც კიდევ უფრო აძლიერებს დაცვას, ხოლო კიბის მწვერვალზე დგას EAP. დღესათვის ყველაზე მოქნილი და უსაფრთხო მეთოდი, რომელიც უმაღლესი დონის დაცვას გვთავაზობს. და იმისთვის რომ არ იფიქროთ თითქოს ეს ყველაფერი მხოლოდ აბსტრაქტული თეორია, აი ნახეთ როგორ გამოიყურება ეს რეალურ სამყაროში Windows სერვერის მართვის პანელში. სწორედ აქედან ირჩევს სისტემის ადმინისტრატორი, რომელი ნახაზი, ანუ პროტოკოლი გამოიყენოს და საიდუმლო ხელის ჩამორთმევის რომელი მეთოდი დააყენოს. ასე რომ შემდეგ ჯერზე, როდესაც ლეპტოპს გახსნით კაფეში და სამსახურის ქსელს დაუკავშირდებით, გახსოვდეთ, თქვენი მონაცემები უხილა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ციფრულ გვირაბებში მოგზაურობს. ახლა თქვენ იცით რა ხდება კულისებში, მაგრამ მთავარი კითხვა მაინც რჩება. რამდენად ენდობით იმ გვირაბს, რომელსაც თავად იყენებთ ყოველდღიურად?